აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აბგან სადიგოვი, რომელმაც საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში 8 თვეზე მეტი გაატარა, თავისუფალია. მისი პატიმრობიდან გათავისუფლება 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. მან საპატიმრო 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აბგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აბგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აბგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა. ამის გამო საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა. გათავისუფლების შემდეგ დღეს ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა, რა დროსაც სადიგოვმა მისი მხარდაჭერისთვის ქართველ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და მისი დაკავების მიზეზებიც განმარტა. Əvvəla Gürcüstanın sizin kimi dəyərli jurnalistlərini მოგესალმებით გაბედულ მამაც ჟურნალისტებს. დიქტატორ ყობახიძეს და განგსტერ მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რომ მედიის თქვენნაირი წარმომადგენლები არიან საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს უფლებადამცველებს, ადვოკატებს და სოციალური სამართლიანობის ცენტრს. მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს, ბლოგერებს და აბგან მუხთარლის, რომ მხარდაჭერა არ დაიშურა ჩემთვის. საქართველოში დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე შემდგარი ყობახიძის დავალებით. უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება აბგან სადიგოვი დაიჭირონ, შეიძლება მოკლან კიდეც, მაგრამ მათ ნაცვლად აუცილებლად სხვები გამოჩნდებიან. აზერბაიჯანში უკვე 400-მდე პოლიტიკური პატიმარია და არსებული რეჟიმის სიველურე პიკს აღწევს. აზერბაიჯანში ყოველ ჯერზე, როცა მაკავებდნენ, ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობებით მემუქრებოდნენ. ყოველ ჯერზე მივმართავდი ალიევს, ეს ჩვენი ბრძოლაა და ოჯახს უნდა შეშვებოდა. კრიტიკოსების გაჩუმებას კი ვერ მიიღებდა. სამწუხაროდ დიქტატორები არასდროს გამოსწორდებიან. პარტიას ქართული ოცნება რომ დაარქვეს, ქართველების ოცნება ვერასდროს იქნება დიქტატურა. აზერბაიჯანული გამოცემა აზელ ტივის მთავარი რედაქტორი აბგან სადიგოვი თბილისში 2024 წლის 3 აგვისტოს აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით დააკავეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაკავების შემდეგ 161 დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით შიმშილობდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის თქმით, გათავისუფლების შემდეგ სადიგოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება. ვიხარია, რომ 9 თვიანი პანჯვის შემდეგ აბგან სადიგოვი თავისუფალია, თუმცა ამ სიხარულს ამცირებს ჩვენი შიშები და ჩვენი შფოთი აბგან სადიგოვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ უპირობო ლოიალობა და თანამშრომლობას აქვს ადგილი საქართველოსა და ალიევის, ქართულ ოცნებასა და ალიევის რეჟიმს შორის. გუშინ აბგან სადიგოვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემთხვა ბაქოში ყავალაშვილის ვიზიტს. ამიტომ დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და გენერალური მოწოდება ქართული ოცნების მიმართ, რომ აბგან სადიგოვის უსაფრთხოება არის სრულად ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხი და თუ აფგანი დადგება რაიმე რისკის წინაშე, ეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეჟიმის დანაშაული და პასუხისმგებლობა იქნება. ჟურნალისტების კითხვაზე დარჩება თუ არა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში სადიგოვმა თქვა, რომ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მის თქმით, საქართველოში უფრო მეტი საფრთხეა ვიდრე აზერბაიჯანში.